გამარჯობა. კაი გამარჯობა. მიულოცეთ ჩვენს მაყურებელს 2026 წელი, ხვავი ბარაკა, ჯანმრთელობა და ყველაფერი კარგი უსურვოთ ჩემში. ასე ერთგვარ ხოლმე თავია ჯანმრთელობა. თავია ჯანმრთელობა. ჩვენს სტუმარსაც რა თქმა უნდა მიულოცეთ ახალი წელი, წარვადგინოთ პირველ რიგში. ბატონი ზურაბ ხეიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, სამი საერთაშორისო პუბლიკაციისა და 40-მდე კვლევის ავტორი, ასევე სამეცნიერო საგრანტო საკონსულტაციო პროგრამების ავტორი. ამავე დროს არის მრავალწლიანი საქმიანი გამოცდილება ტრენინგების მართვის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით და მე მგონი ეს კიდევ მცირედი ჩამონათვალია ბატონი ზურაბის მოღვაწეობის. და რა თავარია ხალხის პატივისცემა და ნდობავს ბატონ ზურაბს. მაგით უნდა დამეწყობი. კი ბატონო, და დიდი ხანია გვინდოდა, დიდი მადლობა რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო. ბატონო ზურაბ, თითქმის ყველა სტუმართან ამ კითხვით ვიწყებთ ჩვენს გადაცემას და თქვენთანაც არ შევცვლით მოდი ამ ტრადიციას ახალ წელს. როგორი მამა ბატონი ზურაბ ხეიძე? როგორი მამა შვილებს უნდა კითხოთ, რა ვიცი, ისო მე ვიტყოდი რომ ნორმალური. შეიძლება ადრე უნაგლებ ყურადღებიანი ვიყავი, ახლა მეტად ყურადღებიანი ვარ და ასე შემდეგ. აი ყურადღება ახსენეთ და ეგ დღემდე უბრაზდები ხოლმე საკუთარ თავს რომ ჩემ შვილს, პირველ შვილს სათანადო ყურადღება ვერ მივაქცი, იმიტომ რომ სამწლის ეყავით. 31-ის. მაგიდამაც ვერ მივაქცი. უფრო სამსახურზე ვიყავი და კაი ხელფასი მქონდა და ვფიქრობდი რომ კარგი ხელფასი რომ აქვს და ცოლ-შვილი რომ უზრუნველყოფილია, ეს არის მთავარი კაცის ცხოვრებაში. ეგ შეცდომა ხოლმე, რომელსაც კაცები ძირითადად უშვებენ. დაახლოებით ეს კითხვა რა, ფული აქვს, საჭმელი აქვს, არ შეათ, არ წორიათ და მეტი რა უნდა გავაკეთო, დილიდან გასული ვარ, ღამემდე ვმუშაობ და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ გვავიწყდება, რომ ის სამსახური, რესურსი და ხელფასი, ის არის უბრალოდ ხელფასი და ასეთი რაღაც შემოსავალი, ეს არის რესურსი, რომ კარგად იყო. ხო? ასევე ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები და თუ ეს ურთიერთობები არა გაქვს, ფერმა ხო არ არის, საქონელი მოიტანო აჭამო, გაასუქო და რაღაც, ხო, თუ ურთიერთობაში ადამიანთან არ შედიხარ და მაგისთვის დრო არ გრჩება, მაშინ იმუშეობასაც არ აქვს აზრი და ასე ვთქვათ, შემოსავალსაც. ეხლა უფრო დამეწყო. ეხლა 53 წლის ვარ და არ ვიცი ესეც ასაკისბრალია თუ არა. ახლა უფრო ვადანაშაულებ, იმიტომ რომ პირველ შვილთან არ მაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორც მეორესთან. უფრო გაუცხოებულია და ვერ აღმიქვა, მაგას ყველა ამბობს, მაგალითად, ვისაც ახალგაზრდობაში შვილი შეეძინა და მე თქვათ მესამე ან მეოთხე ასაკში, ისეთ რას მეუბნება, ეხლა ვიგრძენი რა არის შვილი. განცდები სხვანაირია, ყურადღება სხვანაირია, ფასეულობა სხვანაირია. მაშინ გაჩნდა ბავშვი, ეხლა პატარა რო ხო თქვა 25-23 წლის ვარ და ბავშვი რო გეყოლება, ვიღაც მესამე შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, გჭირდებოდა თუ არ გჭირდებოდა კიდე ისა, ყველას კი გილოცავს და უხარია, მაგრამ შენ ეს გაცნობიერებული არა გაქვს, რა ხდება, ხო? ეგ არის. მე გაცილებით მეტი მთლიანად მიმართულია მზე რა გარეთ, ხო? თქვათ სახლის გარეთ და ასე რომ ეგ არ არის მარტო თქვენი პრობლემა, ძალიან ბევრს უთქვამს. ანუ ეს არის თვითგვემა და არასწორი? თქვენს აზრი არა იქიდან გამომდინარე, რომ მაგით რა ბავშვს უხარიათ თუ თქვენ გეხარიათ და არ ჯობია გაასწოროთ ის მომენტები, რომელი მომენტებიც არ ქონდა. არა უშავს, შეიძლება ბავშვმა მერე თავიდან აღმოაჩინოს მამა. ახე ეს პატარა რო იყო ეს ურთიერთობა არ ქონდა, მაგრამ ეხლა გააკეთოს აღმოჩენა, თქვენ რანაირი ადამიანი ხართ. სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალთ, ჩემომიშო აუცილებლად ვთქვა ჩვენი მეგობრების შესახებ. კი ბატონო, და ბარე რადგან ახალი წელი საჩუქრებით იმას ახლა. დაიწყე მიდი. ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები არიან ბატონო ზურაბ, არაჩვეულებრივი კომპანია Suti Power-ი. ეს არის ქართული ტრადიციული ჩურჩხელა, არატრადიციული შეფოთით და არატრადიციული ფორმით. პატარა კუბიკებით არის, სამგზავროთ იდეალური და გემოთი კიდევ უფრო იდეალური. და თქვენთან აი შენი რა ქვია იმას, საყვარელი ჩემი საყვარელია ბროწეულის ჩურჩხელა და ეს არის ტრადიციული ყურძნის ჩურჩხელა, ასევე ბროწეულის ჩურჩხელა და აქვს კიდევ შოკოლადის ჩურჩხელაც, რომელიც ფორმა განსხვავებულია, მაგრამ გემოა არაჩვეულებრივი. ასევე ჩვენი მეგობარია კომპანია Connect-ი, ბენზინგასამართი სადგურების დიდი ქსელი, შენი კავშირი გზასთან, რომელმაც თქვენთან აი ესეთი პრემიუმ
ხაზის, საოცრად მაგარი და კარგი საწვავი გამოგვატანა საჩუქრად და ამასაც აქეთ გადავდებ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით აქვთ სადგურები და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სადგურზე შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ამ არაჩვეულებრივი საწვავით ისარგებლოთ. და ის დევიზი რო აქვთ, ეგეთ შენი კავშირი გზასთან. ასევე ჩვენი მეგობარია კომპანია მედია ჰოლდინგი რადიო ფორტუნა მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც მოსმენთ ამ არაჩვეულებრივ რადიოს და ჩვენი და ახალი მეგობარი ყავს კიდე ახალი წამოწყება. ბაზარში თუ გიწევთ ხოლმე სიარული ბატონო ზურა? ბაზარში. ნაკლებად არა. აი მეც არ მიწევს ხოლმე და ეს ხალხი გამოჩნდა, ვისაც ვინც ვერ ახერხებს ხოლმე ბაზარში სიარულს, ნავთლუხის ბაზრიდან, ნავთლუხის ბაზრის ფასად მოვაქვს სასურველი პროდუქტი. აი ბაზარი G ქვია, საიტიც არის, Facebook-ის გვერდიც არის, მე რელადო ამოვანათებს აქ სადღაცას და შეუძლია მომხმარებელს დაუკავშირდეს. რაც თავარია აქვს ძალიან მაგარი ფასები. ხო, ფასები, ნუ ნავთლუხის ბაზრის ფასებით შეუძლია. მაგარი თუ დაბალი. კარგი. ეგ არის საჩუქრებს და მეგობრებს მორჩით. კი ბატონო და გავაგრძელოთ. ბატონო ზურაბ, მამის შესახებ თუ ისე ვისაუბროთ, ზოგადად რას გულისხმობს კარგი мама? როგორ შეიძლება ვთქვათ ვიღაცაზე რომ არის კარგი мама? ოღონდ ბავშვის რო იბადება, დაბადებასთან ერთად მიდის სოციალიზაციის პროცესი. სოციალიზაციის პროცესი ეს არის გარშემო არსებული ნორმების გაშინაკნება, ანუ ღირებულებითი ორიენტაციები. რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა არის ადამიანობა, რა არ არის ადამიანობა, რა არის თავისუფლება, რა არის და გზამკვლევი ჭირდება. და ამ გზამკვლევს რამდენიმე გზამკვლევი არსებობს ხოლმე, ზოგადად წარმოვიდგინოთ, ეს არის მაგალითად კულტურა, ქართველი რო ხარ, რაღაცა ღირებულებებს იღებ ქართულს. არის კულტურის გარდა დავუშვათ რელიგია, ქრისტიანი რო ხარ, იქიდან რაღაცა ღირებულებები შემოდის. არის, მოდი დავთქვათ პირდაპირ ქუჩას თავისი წესები ქონდა და ნორმები ქონდა, ნუ როგორ უნდა მოიქცე გარეთ. არის განათლება ძალიან ფართო ცნებაა, მაგრამ რა ღირებულებდა. და უყურეთ როგორ არის ეს თავისთავად უფრო გარეთ არის, ვიდრე ოჯახის წევრები. შესაბამისად, ბავშვი ერთის მხრივ ეცნობა აი ამ ყველა ინსტიტუტს თუ არსებობს და მუშაობს, მაგრამ მეორეს მხრივ ხედავს სახში რა ხდება. და ბავშვები პატარა ასაკში შეგონებებით ნაკლებად სწავლობენ, მათ ჭირდებათ ქცევითი მოდელები. ანუ რას გულისხმობ, რა თუ მინდა რომ ბავშვმა წიგნი იკითხოს, მაშინ ის უნდა მხედავდეს, რომ წიგნს ვკითხულობ. და არა წაიკითხე. ამიტომ აი ორიენტირების ამ გზამკვლევის, ასე ვთქვათ, ჩვენებაში ოჯახს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ადრე, როდესაც ვაკვირდებოდი მამის და დედის ფუნქციებს, რაღაცნაირი საინტერესო ესეთი დაკვირვება, საინტერესო შედეგი დადგა. ვისაც მამა არ ყავს ან დეფიციტი აქვს ურთიერთობის ან გარდაცვალება ან არა, მას უჭირს ადაპტირება გარე სამყაროსთან. ვისაც დედა, მას ემოციურ პლანში აქვს გართულებები. მამა გამოვიდა აი ამ დაკვირვებით, რა დავარქვა, საგარეო საქმეთა მინისტრია. რატო გამოვიდა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ გავდა აი შედეგი დაახლოებით ესე და ოჯახი არის ის წრე, სადაც მუდმივად არის, ოჯახი არის ბავშვისთვის უსაფრთხოება, ნახე სახლში არის. იცის რომ ყოველთვის იზრუნებენ, არც ქუჩა, არც სხვა არც ერთი ინსტიტუტი არ იზრუნებს, იცის რომ შესაბამისად რა მოდელებსაც ხედავს და როგორ ღირებულებებითაც ყალიბდება, ის არის მისი ცხოვრების ორიენტირი და აქედან არის უმნიშვნელოვანესი, ასე ვთქვათ. ბატონო ზურა, 4 წელი ცოტა უცნაური ის მქონდა სამსახური, საბავშვო ბაღის აღზრდელი ვიყავი და ნახეთ როგორი კითხვა გამიჩნდა ახლა გადაჭარბებული მზრუნველობა საზიანო ხო არ არის, იმიტომ რომ მე მყავდა ბავშვი, რომელსაც ზრდიდა დედა და ბებია, ბიჭი იყო და აშკარად განსხვავდებოდა სხვა ბიჭებისგან, ვინც მამასთან ერთად იზრდებოდა. გადაჭარბებით აი თვითონ ჭამაც არ იცოდა, ყოვს ვერ იღებდა, ლუკმას ვერ იდევდა პიშა, ეს გადაჭარბებული ზრუნვა. ცოტა შეცდომას ხო არ უშვებს ხოლმე. მაგერ სიტყვა გამოიყენეთ ახლა, რომელიცაც რის მიმართაც არ უნდა ვიხმაროთ, გამოვა ცუდი. გადაჭარბებული ჭამა, გადაჭარბებული სიჩქარე, გადაჭარბებული თვითონ სიტყვით მეუბნებით, რომ არ არის სწორი. ბავშვი ოჯახში უნდა მოემზადოს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
და გადაჭარბებული ზრუნვა თუ მოდი მეტი ზრუნვა არ აძლევს მას საშუალებას თვითონ გადაწყვეტოს რაღაცეები. თვითონ ასე ვთქვათ პირველი გადაწყვეტილებები უჭირს, თვითონ ორიენტირდეს, ასე ვთქვათ, გარემოში. რა თქმა უნდა, უბრალოდ ბავშვებთან ნახეთ რა სიტუაცია სქესის ნიშნით თუ ვიმსჯელებთ მამას და დედას შორის. 90% ბავშვი იბადება თუ არა აღმოჩნდება ქალების გარემოცვაში. ხო? დედა, ძირითადად, ხო? სკოლაში, მასწავლებლები და საბავშვო ბაღში 98-95% ქალები არის. სკოლაში მასწავლებლები 90% ქალები არიან, ხო? და უცებ რო დაამთავრებს, მერე ხდება ვიღაც თავის სქესის ადამიანად. ესეც გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, პრობლემას ქმნის. ამიტომაა, რომ მამის ურთიერთობა შვილთან ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახში. მაგრამ ამ ურთიერთობასაც ცოდნა უნდა. და ცოდნა რას ვამბობ ახლა, მაგალითად, ურთიერთობებზე რო ვეკითხებ, კი, კაცო, მაქვს ურთიერთობა, რას აკეთებ, ხო? მიდიხარ და რა ხდება ბიჭო სკოლაში? ეს გონია ურთიერთობა. ურთიერთობა როცა შენ შვილთან ატარებ თუნდაც ერთ სრულფასოვან დღეს. სრულფასოვანი დღე რა არის? არის კიდე ქართული ვარიანტები ბავშვებთან ურთიერთობის. მამაკაცების მხრიდან ლაპარაკობ. თქვა მეუღლე მგითხრა რომ რა არის ბავშვის ადმე წაიყვანე, წამოიყვანე, მოკიდე ხელი ამბავს და აიყვანე შენ მეგობართან. და რატო აიყვანე შენ მეგობართან? იმიტომ რომ იმას ამასაკის ბავშვი ყავს. ხო და ისინი თამაშობენ და შენ ზიხარ შენ მეგობართან და ნუ რა ვიცი ლაპარაკობ თუ რაღაც. ეს ცუდი არაა ერთის მხრივ დაინახოს, მაგრამ ეს არ არის ურთიერთობა. მეცაც გეტყვი, ორი ბავშვი თუ ყავს და მიყავს, შენ ხარ მამა და მათ ერთმანეთთან აქვს ურთიერთობა. მაგრამ როცა ერთ-ერთზე გადიხართ და მთელი დღე შენთან არის. ხო, ერთ-ერთზე რო გადიხარ მთელი დღე შენთან, ნახე რა ხდება, შენთან არის, სერიოზულად ლაპარაკობთ, ხუმრობთ, რა ვიცი, მაიმუნობთ, ჭკუასაც გეკითხა, ანუ მთელი დღე სრული. იქაც შეიძლება მეგობართან ავიყვანო, მაგაზე კი არა ლაპარაკი რომ არ შეიძლება, მაგრამ შენ გვერდზეა, შენ მას დაუთმე ეს დღე. და მოდის აბსოლუტურად კმაყოფილი და ბედნიერი. რამდენ ბავშვს უთქვას რომ მე გინდა გოგო, გინდა ბიჭი, რომ საბავშვო ბაღშიო, დედას გამოყავდი სულ და ვიღაცას რომ ხედავდი, რომ მამამ გამოიყვანა, ოცნებობდიო, რომ მამა ჩემი იქნებ მოსული. ოღონდ ეს არის პატარა ბავშვის განცდები, რომელიც ახსოვს წარმოიდგინე დიდობაში. და ამას მოკლებულები არიან ხოლმე ბავშვები, ასე ვთქვათ. მეც გამახსენდა ძალიან ბევრი ბავშვი იყო, სულ ითხოვდა ხოლმე, რომ მამიკო მოვიდეს, ჩემი ბავშვი, ჩემი გაზრდილი ბავშვი. და ბევრი მშობელი იყო ხოლმე ბავშვს რომ მამა არ ყავდა და იგებდნენ რომ ბიჭი ვიყავი მასწავლებელი. აი ხლა იყო საინტერესო მომენტი, ერთი ცოტა ხნის წინ მაშინ ვიყავი, ეცით ამონაშვილებს აქვს ისა, ხო, ბუშეთში. ბავშვები იყვნენ რა. იქ იყო ერთ-ერთი ესეთი თამაში, რომ ვინც გიყვარს, უნდა დაურეკო ხმამაღლა და უთხრა რომ გიყვარს. ბევრმა ბავშვმა დაარეკა. ვისთან? დედასთან. ხო, დარწმუნებული. და ერთი ბავშვიც არ იყო, ვინც დაარეკა მამასთან. ერთი ბავშვიც არ. არა, მეგობრებთანაც დაარეკეს, მე კი რომ მარტო მშობლებზე გადანაწილდა რა. მეგობრებთანაც დაარეკეს და ის, მაგრამ ერთი ბავშვი არ იყო. მამასთან ვერ დაარეკა. რატო? აი, ეს პრობლემაა. კომუნიკაციის ნაკლებობა, ურთიერთობის ნაკლებობა? ნუ, შორს არის მამა მისთვის. აი ხლა გამოყვანაზე ჩემს მეუღლეს და მე სულ ისეთი გრაფიკი გვაქვს, რომ დილით ყოველთვის მე მიმყავდა ხოლმე ბაღში. სულ, აი შეიძლება 99%-ით მე მიმყავდა. მაგრამ მაინც რამდენჯერმე იყო სიტუაცია, რომ ადრე მომიწია სამსახურიდან წამოსვლა და გამოვიყვანე. ის გამოყვანის ბედნიერება სხვანაირად ჰქონდა. ცირა სხვანაირად უხარდა. მამას მან ერთი ისა აქვს, მინუსი კი არა, როგორ გითხრა. დედები თუ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, რაღაც სადისტი არ დაიბადა ის დედა, აპრიორში უყვართ. ინსტინქტის დონეზე უყვართ. დააკვირდით? და მამამ უნდა დაიმსახუროს. ესე არ არის, რადგან მამა ხარ მიყვარხარ, არ არის. მე ბავშვების მონათხრობიდან ვსაუბრობ. შენ კაი მამა უნდა იყო. არის ბავშვები, რომელსაც მამის მიმართ აგრესია აქვს.
არის ბავშვები, რომელიც ძალიან დისტანცირებული არიან, ან ეშინიათ, ხო? ესე იგი, უნდა დაიმსახურო. ერთის მხრივ დედას ეგ უპირატესობა აქვს, რომ უპირობო სიყვარული მოყვება, მაგრამ მეორეს მხრივ შენ გაქვს უპირატესობა, ნახე, თქვენი ურთიერთობიდან გამომდინარე ჩდება ეს სიყვარული და არა ისე, ზეპირად. ანუ რამდენად კაი მამა ხარ, ამას შენ თვითონ დაინახავ შენ შვილიდან, შვილი როგორ გექცევა და შვილს რა დამოკიდებულება აქვს. ეს ჩემი შეფასება კი არა, კაი მამა ხარ, ცუდი მამა ხარ, შვილიდან შეაფასებ თვითონ. ბატონო ზურაბ, წერან სკოლა ახსენეთ, სწავლა ახსენეთ. დღევანდელ რეალობაში ძალიან დიდი პრობლემად იქცა ბავშვებისთვის სწავლა. სურვილი აღარ აქვთ, ეზარებათ, მილიონ მიზეზს ამბობენ. თუ არსებობს რამე მეთოდი, აი რა შეიძლება მამებმა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვს გაუჩნდეს სწავლის სურვილი. ის რომ აი ისწავლე თორემ თქვათ, კარგი მეცნიერი ვერ გამოხვალ, ბევრი ბავშვისგან გამიგია, რომ აი ვიღაც ცნობილ ადამიანი მოყავთ, მაგალითად, საერთოდ არ უსწავლია, მაგრამ არაჩვეულებრივი შემოსავალი აქვს. და ამ დროს რატომღაც ჩუბლები ცოტა, ასე ვთქვათ, ვიჭედებით ხოლმე არგუმენტში. რა ვუთხრათ, რომ სწავლა მნიშვნელოვანია და აუცილებელია. უყურე 10-12 წლის ბავშვებსაც ხვდები, ჩემი ინიციატივით არა ხოლმე, მთხოვან რომ შევხვდე და ამდენჯერმე დავსვეკითხვა, რომ გაიზრდებით როგორი გინდა რომ იყო, ხო? როგორი? ერთადერთ რაღაცას ამბობენ. თითქმის. რა ვიცი, 99% შემთხვევაში. როგორი უნდა? დიდარი. დიდარს ამბობენ ალბათ. არა, სიტყვა წარმატებული. წარმატებული. ახლა უყურეთ როგორ არის. ადრე, მოდი ისე თქვა, წარმატებული რო ყოფილიყავი, შემდეგ ან მაგარი მეცნიერი ყოფილიყავი, ან მაგარი, რა ვიცი, რეჟისორი, ან არქიტექტორი. ახლა წარმატების კრიტერიუმი შეცვლილია მარკეტინგულად და პოლიტიკურად, იმიტომ რომ ადვილად იმართება ეგრე. შეცვლილია, ეს არის ნახვების რაოდენობა. მოდი ფილმიდან ავიღოთ, რომ იგანიშნოთ რა. კინოსახლი იყო თბილისში, იქ გადიოდა გოდარის, ტარკოვსკის, ფელინის, პაზოლინის ფილმები, რომელზედაც ხალხი იმიტომ კი არ დადიოდა, რომ ნახვების რაოდენობა, ნახვების რაოდენობა ძალიან ცოტა ქონდა. სათქმელად იყო, კაი. შედევრი იყო, ხო, რაღაცა და მიდიოდა მაგას. და ეხლა ჩვენ ვეუბნებით ბავშვს, ნახე რომ წარმატებული იყო. წარმატებული თუ ნახვების რაოდენობა განსაზღვრავს წარმატებას, ნახულობ ეხლა ვის აქ მეტი ნახვა. და ნახვები რო გაზარდოთ, პროვოკაცია უნდა გააკეთოთ. იმიტომ რომ ნორმალურს არავინ არ უყურებს რა, ამოვარდნილი უნდა იყოს ნორმა. ჩვენ გადაცემა პროვოკაცია არის იაფასიანი პროვოკაცია შეიძლება გააკეთო. აი თქვა ზამთარში გაიხადო, გაშიშვლე და ცალი ფეხით ჩამოეკიდო აივანზე და იძახო რომ სარეცხი ხარ. დღის ბოლოს გექნება მილიონი ნახვა. თბილად რო დაჭდა ქურთუკის კაციშვილი არ გიყურებს. ხო და კრიტერიუმი შეცვლილია, ჩვენ ბავშვს ვეუბნებთ რომ წარმატებული იყავი და ტვინი როგორაა მოწყობილი მაქსიმალურ ეკონომიაზეა ტვინი მოწყობილი, ხო იცით რა, სიზარმაცემ შექმნა პროგრესი, ხო, ეზარებოდა ლიფტი გააკეთა და ასე. რა უნდა ვისწავლო? აგერ გავხდები რაღაც ბლოგერი ან რაღაცა პროვოკაციას გავაკეთებ და ნახვების რაოდენობა მეზდება. ამიტომ ნახე არასწორს აძლევ, თან წარმატება ძალიან ესეთი შემოგდებულია. შემოგდებულია ზუსტად ეს მთელი ხალხისთვის, იმიტომ რომ ჯერ წარმატებას არ აქვს კრიტერიუმები დღევანდელ იმაში. წარმატებული არის ხო ისა ესებუან ფული გაიტანა 1 მილიონი? გაიტანა. კრიმინალია, მაგრამ ნახე წარმატებულია ხო? რაღაცა მეთქვა ნეტა ეგეთი წარმატებული მე ვიყო, ხო? ანუ განსაზღვრულობა არ აქვს. მეორე პროდუქტი გეყიდება ადვილად, ნახე წარმატებული რადგან ყველას უნდა იყოს, მე ვამბობ რომ წარმატებულ ტიპებს iPhone 17 უჭირავს და გამეყიდა iPhone 17. თქვენ არ დააკვირდით რომ ხალხი ფიქრი შეცვალა რომ დაემსგავსოს წარმატებულ ტიპს. ანუ იმ ხალხში მინდა მოხვდე და ნახე ფიქრები შემეცვალა. უნდა დავამსგავსო იმათ, იმიტომ რომ აქეთ ხარ ეს წარუმატებელი ფიქრებია, ხო? ესეთი რაღაცა. არასწორია. აბა მოდი ავიღოთ ესეთი ვექტორი. შვილს უთხარ რომ გონიერი უნდა იყოს. ეცადე რომ ჭკვიანი იყო. და ერთი კვირა რო გავიდა, მოდი რა ბავშვისგან ან საკუთარი თავისგან თუნდაც ბავშვს რა მოგემატა. წონაზე რო დგას ეს ხალხი და ყოველდღე იწონება 100 გრამი მოიკლეს თუ ისა ხო? ერთი თვე რო გავიდა და აქ არაფერი მოგმატებია, რატო მაშინ არ ტეხავ განგაშს? რო არ განვითარებულ ხარ.
ხო, მეორე არასწორი მიმართულება ბავშვებისთვის. ნიშნებზე ორიენტირება. ნიშანზე რატო უნდა იყოს ორიენტირი? ნახეთ, სტუდენტები ეთხოვენ მაღალი ქულა დამიწერე რა. შედით აბა და დაუწერეთ ყველას, უგამოცდოთ 100 ქულა. ყველა იქნება ბედნიერი. სინამდვილეში ხომ უნდა მიხვდე რომ მაგარი სულელი ხარ, ამით რომ ბედნიერი ხარ. ანუ ცოდნა არ წაგიღია და გიხარია ნიშანი. ჩვენ სერტიფიკატი უფრო გვიხარია. კი. ჩვენ ინგლისური ენის ცოდნა რესურსი კი არ არის. პრესტიჟულობა, ანუ რესურსი რა არის, რაც მეტი ენა იცი, მეტ რაღაცას კითხულობ. ხო? ანუ სერტიფიკატის მეტი ისა აქვს. ქულა. როცა შენ ნიშანზე აკეთებ ორიენტირებას, შენი ბავშვი ორიენტირდება შემფასებელზე. და არა თვით კმაყოფილებაზე რისი შევსება. შემფასებელზე ორიენტირება, ნახეთ რა არის. თუ კაი შემფასებელია, კიდე არა უშავს, მაგრამ თუ მაგალითად რაღაც ბოროტია და სადისტის შემფასებელი, მე მომიწევს ბოროტების და სადისტობის კეთება იმის გამო, რომ იმისგან შეფასება მივიღო დადებითი. და პიროვნება, რომელიც თავისუფალია და ჭკვიანია, ის არ ორიენტირდება შეფასებაზე, ის ორიენტირდება თავის განვითარებას. ის არც თავისუფლებას დაკარგავს შეფასების გამო და არც რაღაცებს არ შეცვლის, ხო? აუ რაღაცნაირად შემეშინდა თუ არ ვიცი რა დამემართა. რატო მოუვიდა ადამიანს? თუ ასეთი იყო ყოველთვის ბატონო ზურაბ, რატო გახდა ასეთი მიმბაძველი თუ რატო მოვიდა? თანამედროვე მოიტანა ეს თუ ასეთი იყო? კი, ბევრი რაღაცა მოიტანა, მაგრამ ნახე, ესეთი ადამიანი, ვიზაც ცოტა ხნის წინ ვილაპარაკე, ადვილის სამართავია. ეს ერთი ძალიან ადვილი სამართავია. უნდა უთხრა, რომ აი წარმატებული ხარ, თუ ეს თქვათ, რა ვიცი, შუბლზე გაყრია და გაიკრავს ყველა შუბლს. მეორე მომენტი რა მოხდა? ნუ ძალიან მაგრა შეიცვალა, ტექნიკური პროგრესი არის ძალიან დიდი და მოდი ვნახოთ, აბა გავიხსენოთ რა ხდებოდა. ჯერ ადამიანს ხელით კეთება რო არ უნდოდა და ბევრი ქონდა სამუშაო, რა გამოიგონეს რობოტები. ანუ გადავიდეთ ფიზიკურ რაღაცები მოვიცილეთ, ხო? შემდეგ რო გვეზარებოდა რომ რაღაცები დაგვეხსომებინა, აგერ ახლა მე ტელეფონის ნომრები ზეპირად მახსოვდა 150 და საერთოდ არ მახსოვს არავის ტელეფონი, საერთოდ არ მახსოვს ზეპირად რა. ტელეფონი რო დავკარგო, ვერავის ვერ დაურეკავ პრაქტიკულად, ხო? აგეთი რაღაცა. პირადი ნომერი დაამახსოვრებინეს. ეს 11 ნიშნა ციფრი, ნუ ტვინი წაიღეს, იმდენი იმხელა მოთხოვნაა, ხო? ხო და ანუ მეხსიერება გადავაბარე ელექტრონულ მოწყობილობებს, ხო? და ახლა ნახეთ რა ხდება. აზროვნების პროცესის გადაბარება ხდება. ხელოვნურ ინტელექტს უკვე გადააბარე შენი აზროვნება. და შენ ხდები რა ლოქო, ხო? იმას რობოტი აკეთებს, მეხსიერება იქა გვაქვს, რა ქვია, გაჯეტებში და ეხლა დაიწყო აზროვნების და მაბატი და აზროვნებით თუ ხელოვნურმა ინტელექტმა იაზროვნა, რობოტმა თუ გააკეთა და მეხსიერება თუ გაჯეტში მაქვს, ჩემგან რა რჩება? ფუტლი არის, არაფერი. მაგრამ კიდევ ამბობს სამართავად არაჩვეულებრივია ესეთი მასა. შეთქმულების თეორიების წარმოშობა და ამ მიმართულებით საუბარი ხა პრინციპში არ გვინდა, მაგრამ რაღაც უდისკენ რომ მიდის კაცობრიობა ფაქტია რა. და დღეს ვერ დავიძინებ მე მგონი. ბატონო ზურაბ, ხელოვნური ინტელექტი აბრძანეთ და ალბათ ყველაზე თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოგონებაც არის, რომელსაც რაღაც კარგებით შეუძლია, მაგრამ რეალურად ის პრობლემა, რაც თქვენ თქვით, რეალურად დგას. ტავტოლოგია კი გამომივიდა, მაგრამ რეალურად დგას. როგორ მივიღოთ ხელოვნური ინტელექტი? უნდა ვებრძოლოთ თუ მივიღოთ ინსტრუმენტი სწორად გამოყენებისათვის? არის კაი გამოგონება, მაგრამ ვიღაცა კრიმინალმა აიღო და ვიღაცები დაწვა. თვითმფრინავი არ მოუფიქრებიათ დასაბომბად. მოიფიქრეს საფრენად და გამოიყენეს და ადამიანს აქვს, ნახე, გარყვნილი აზროვნება აქვს, მოდი ესე დავარქვათ რა. კარგ იდეასაც გადააკეთებს ვიღაცა იყენებს საშინლად. რა არის ხელოვნური ინტელექტი? არაჩვეულებრივი პროდუქტია. აგერ რაღაცა 22 კითხვა უნდა მომიფიქრებინა რაღაც თემაზე, დრო მქონდა ცოტა, დავიწყე ერთი მოვიფიქრე დამჭირდას 9 საათი. ნუ ოკეი, ის უნდა შექმნა. მეორე. მე გამახსენდა ეს რო არსებობს. მივეცი რა მინდა, ზუსტად რა მინდა და 9 წუთში მომიფიქრა თუ რაც ქვია და არაჩვეულებრივი. ხო? ან რამდენი საიტი უნდა გაგეხსნათ და მოგეძებნათ ინფორმაცია, ხო, ეუბნებ და გეუბნებ სად არის, რა არის, როგორ არის, ძალიან კაი. მაგრამ აქ ნახე რაშია საქმე. დაიწყო ამის მოხმარება ადამიანური ურთიერთობების დეფიციტის შესავსებად. მაგალითად, ერთი შეყვარებული მეორე შეყვარებულს
წერილს რო ვერ წერს, აწერინებს ამას. და მთელი ცირკი ის არის, რომ ის აწერინებს პასუხად ამას. ანუ ორი ხელოვნური ინტელექტი მესიჯება ერთმანეთს. მესიჯება ერთმანეთს. ეს ნამდვილი ამბავს ხვები. მივხვდით რა აბსურდამდე მივედით, ხო? ეკითხებიან ყველაფერს. ანუ იმას კი არა სიტყვაზე რაღაც მომიძებნე, აბსურდა. მეგობრები გაიჩინეს, სახელები ქვიათ და იმას ელაპარაკებიან. იქ შეგიძლია უთხრა, რომ თქვა ესა და ესა ხარ და მოდი იყავი ჩემი მეგობარი, ან უთხრა შეყვარებული და თქვენ დღე ლაპარაკობთ, ხო? აი ეს არის და ამიტომ იმის არ იყოს ადამიანში მთელი მენდელეევის სისტემაა, ხო? შხამი რა არის? დოზა. გააჩნია რა დოზას? ზუსტად იგივეა. ხელოვნური ინტელექტი გააჩნია დოზას. აი მასე რო შეჯდები. და თან ჯერ ესეთი ძალიან ადვილად სწავლობს ეს ხელოვნური ინტელექტი. თუ ატყობთ ყოველ კითხვის მერე ხო გამოჯებაზე ხო? და არ ფიქრობთ რომ ვიღაცამ ჯერ გახდის ამას ავტორიტეტად, იმიტომ რომ ხალხს მოყავთ ავტორიტეტად ხელოვნური ინტელექტის პასუხი. კი. მოდი აბა ვკითხოთ. ჯერ აი ყველა რო გახდის ავტორიტეტად, მერე ხო შეიძლება ესეთი პასუხი მიიღოთ, რომელიც ნამდვილი პასუხი კი არა, რომელიც ვიღაცას აწყობს რომ მიიღოთ. ძალიან ადვილად, მაგრამ ჯერ უნდა ამაზე შეჯდე, ანუ აპრიორში. სისულელები ჩემთვისაც უთქვას, მე ბოდის რო გიხდის ხო? რომ რაზმი ქარავმეთქი და მაბატიო. და იმ დონეზე მიიყვანეს ახლა, რომ არა ძალიან სახიფათო ხდება, იმიტომ რომ არანაირი განცდას, ნელ-ნელა განცდა მეკარგება, რომ ხელოვნურ ინტელექტს ველაპარაკებ. რაღაცაზე ვსაუბრობ და ზურაბ მეძახის და უცებ ნახე გურამო. ეს არის ადამიანური შეცდომა. ეს შეუძლებელია მოუვიდეს იმას ხელოვნურ ინტელექტს თუ არ არის სპეციალურად ალგორითმი ჩადებული, რომ კიდე უფრო დაახლოოს ადამიანთან. მეთქი ვინა ჟენი გურამი მეთქი და ხოც გამომიგზავნე ბოდიში და მამპატი. აი ეს დიალოგში რა. ასე რომ ნახეთ გააჩნია დოზას. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ადამიანის ზარმაცია საშიშრება ზუსტად მანდარი, ხო? ლოგიკა არ იციან. ხალხს კორელაცია გონია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ხო, ეგრე გეუბნება, რომ აი ესე იგი როგორი კავშირი გონი, იცი? შენ დილას რომ მოდიხარ, ესე იგი დილა იმიტომ არის რომ შენ მოდიხარ. აი დაახლოებით ეგრე მსჯელობენ, რომ დააკვირდით, ხო? ხო. ესენი არიციან, თავის განძრევა არ უნდა, ტვინს განძრევა არ უნდა და რა თქმა უნდა ეს საფრთხე. დოზა მოიმატოს. ხო და არა უნდა იცოდე რა მოხმარება რაზე და რა დონეზე არის თორე. და თან დაგვერთ რომ ტექნიკური პროგრესი კულტურული რეგრესის ანუ უკვე პროპორციული დამოკიდებულება, რაც მეტია ტექნიკური პროგრესი, მით კულტურული რეგრესი მიდის ხოლმე. კი რაღაც ნახატებით ხო დაახატინე, საუბარს დამიმძიმდა ხასიათი, მაგრამ მოდით მაშინ ასეთ კითხვა დავსვათ. ჩვენ შვილებს აი ამ ყველაფრის ფონზე რა უშველოთ, როგორ დავეხმაროთ? იცი რა, დიდად საშველი არ არის, თუ თქვენ შვილთან ურთიერთობები თუ გაქვთ და ეს არის დადებითი ურთიერთობები, ის იმ ღირებულებებს იღებს უთქვენოდ. ხედავს მამა როგორია, ხედავს დედა როგორია და ის შეიძლება თქვენ ახლა პატარა რო ვიყავით, გეგონათ რომ მამა თქვენს არ გავდით, ან დედა თქვენს არ გავდით, ან რაღაც. და დიდი რო გაიზრდები ნახე ფრაზას სიტყვი და გავახსენდები რომ აი ზუსტად ეხლა რასაც მამა ჩემი აკეთებდა, იმას აკეთებ, ხო? მე ასაკს თავისი მომენტი მოაქვს ახლა ესე რაღაცას ვკითხულობდი და გამეცინა. ახალგაზრდა თუ ხარო და ლიბერალი არა ხარო, გული არა გაქვს, მაგრამ ასაკში რო შეხვედი და კიდე ლიბერალი ხარ, ტვინი არ ქონია თავში. ხო და ყველაფერს რაღაცას თავისი დრო აქვს, რაღაცები უნდა მომწიფდეს, ხო? ასე რომ აქ დიდად არ არის, აი ზონ მაგას ვამბობ რომ ის უნდა ხედავდეს მეუღლებს შორის ურთიერთობას, რომ დადებითია, ну ან თბილია, ის უნდა ხედავდეს ძირთად ღირებულებებს, იგივე ხო აი წიგნის კითხვა ხო წაიკითხე შენ წიგნი და უყვები ბავშვს. ნახე არ ეუბნე რომ შენც წაიკითხე, ნახე რომ გაუჩინო ის ინტერესი რა, მოდი რა ამას ხედავს და მე ის იმ ღირებულებებზე თვითონ მიდის რა იმის გარეშე. აი რაც უცადე ხა ბოლოს უსტად. უყვართ ჩემს შვილებსაც ბუნებრივია ტელეფონი. გიოიჯ და პატარა 10 წლის არის ტელეფონში შემძვრალი. ჩავერთევთ თომა ჩაგელიშვილის ვიდეოები, არ ვიცი თუ არ გინახავთ, წინ ძალიან დიდი სიამოვნება გელით საოცარ რაღაცას აკეთებს რა.
ჩავრთე უბრალოდ თომა ჩაგერიშვილის ვიდეო გადადო გიომ აი ამ 10 წლის იმ რაღაცაში შემძროება და სიამოვნებით უყურა თომა ჩაგერიშვილის ერთ-ერთ გადაცემას რა. მაგარია. ახლა მანდ რა არის? მანდ ნეირონის დონეზე ხდება, უყურე, როგორ არის? ყურადღება მიაქციეთ. კითხვა არის დაძაბულობა, პასუხი არის შვება. აბა და შეიძლება ღამე არ დაგეძინოს დურაკული კითხვის გამო, აი სულელური კითხვა გაქვთ, თუ არა ავიცე, ქალთა, რა ჩავიცო ხვალ. და არ გეძინებ. სანამ პასუხი არ არის გაცემული. ახლა ნახე რა არის. ვიდეოები ტელეფონზე, განსაკუთრებით TikTok-ის და short ისე მოკლეები რო. ნახე დავუშვათ კატა. გამწდა კითხვა რას იზავს. ჩამოხტა და გაქრა. ანუ პასუხი იქვეა 20 წამში. ანახე რა არის. დაძაბულობა შვება. ტვინი ეჩვევა მარტივი დოფამინის მიღებას. და ეს დოზა ჭირდება. ამიტომ ახალგაზრდა წიგს ვერ კითხულობს და როგორ კითხულობა გითხრა? პირველი გვერდი ხო წაიკითხა. მერე ბოლოს კითხულობს, რომ მოკვდა. ანუ პროცესი ის, სადაც ემოციური გამოცდილებები უნდა მიიღო, იმიტომ რომ რაღაცა პერსონას მიყვები, ხო? და რატოა წიგნი კაი, შენ გაცილებთ ადრე ემოციურ გამოცდილებას გადიხარ, სხვის მაგალითზე თუ ეგრე შეიძლება, ხო? ამიტომ ამას ვერ მეცაც გეტყვი. აბა დააკულეთ, ფილმებს გადახვევით უყურებ. მე ფილმი გახადეს ინფორმაციული ღირებულები, ინფორმაცია რა, ფილმი. ფილმზე დავჯექით ხატვი და ვახვევთ. მე გადახვევით არა, მე აჩქარებული ვუყურებ. რატო უყურებთ? რისთვის დაჯექი ეს? ისა გაქვს ჩასაბარებელი გაქვს ხვალ გამოცდა გაქვს, თუ დაჯექი, იმიტომ რომ ისეა. ხო, მე აჩქარებული. გადახვევა არ შემიძლია მეც, მაგრამ ეგრე ისა ფეხბურთზე ადაგეთ და ჩართი აჩქარებული. ო, აბა ჩართავ, არ ჩართავ. ლაივს ვუყურებ. მეორე დღეს ფეხბურთს თუ შედეგი ვიცი, ვერ მომკლავ რაღაც განსაკუთრებულ თამაშს შეიძლება ვუყურო, მაგრამ ლაივი უბრალოდ ხო და გააკეთე და უფრო მალე ნახავ 10 წუთში ნახავ 45 ჰაილაიტს უყურე. ანუ ნახე მე ხვდი რატო ვამბობ ფილმზე და მხატვრულ ლიტერატურაზე ყველაზე სასაცილო ეგ არის. ანუ ყველაზე აი რაცაც მუღამე ქონდა რომ შენ თელი ეს ემოციური გამოცდილება მიიღო და პროცესი იმას ტოვებ. ნამდვილად. სხვათა შორის კარგა ხანს მომიწია ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობა და ძალიან პოპულარული იყო და ალბათ დღესაც იქნება ეგრეთ წოდებული ადაპტირებული წიგნები. კლასიკური ლიტერატურის შემოკლებული ვერსიები. პირობითად ახლა სამი მუშკეტერი ჩატეული როა ერთ თავში. ერთი მუშკეტერია? დაახლოებით ეგეთი ვარიანტია. ერთ თავშია ჩატეული. ანუ იქ ის ყველაფერი ის დარტანიანი რო ჩამოდის, აი ის მართლაც ემოციური კავშირი, სიამოვნება არა. მოგეთეთ, მაგრამ ხო სრული სიბრიყვეა. მარკეტინგულად ვიღაცამ სწორე გათვალა, იმიტომ რომ ესენი ვერ კითხულობენ, მაგრამ მარაზმია. მარაზმია აბსოლუტურად გეთანხმებით. წიგნის სიამოვნება, რაც არის წიგნის ხიბლი, იმას ვერ იღებ და ანოტაცია გაეკეთებინათ რა. ჩამოვა, მე მუშკეტერი გახდება და ბოლოში მოყვდება და მარტო ის დარჩება. ის დაიწერა საფლავის ქვევი და საფლავის ქვის წარწერები. ხო, აი ეს მომენტები მართლა ნუ ძალიან იცით რა არის სისტემა მუშაობს ესე რომ ღირებულებითი ნაწილი ურთიერთობით არ მიდის ამის საწინააღმდეგოდ. ნახე როგორ უნდა იყოს შენ ხარ ინდივიდი. პროგრესი რას აკეთებ და უყურეთ იტალიური ეზო გახსოვთ. სოფლებში ეხლა რო ჩავდე როგორც ნამდვილ სოფელში ის არა ეხლა 7 შუქნიშანი რო დგას და რაღაც ეგეთი სულ მოვიწყდება გამარჯვების თქმა მაღაზიაში რო შევდივარ რა და იქ ხო ეგრე არ არის რატომ მოვიწყდება რომ არ ვიცნობ არავის მაგრამ იქ რა მნიშვნელობა აქვს იცნობ არ იცნობ სულ მიკვირდა ხოლმე ხო სოფელში არა არ მიკვირდა მე უნდა გადავთო პროგრამა იმიტომ რომ ქალაქის რეჟიმზე მაგარი უძდელი გამოვიწყდა ხო არა ეს ამე ხო ხო და ნახე როგორ იყო მე ურთიერთობა მერკანტილურია ზოგადად ფსიქოლოგიამ მჭირდება მე გეხმარებოდი და გვერდში გედექ იმიტომ რომ მე რო ხანძარი გამჩენდა შენ ვედროებით წყალი უნდა მე გაჩნდა ისა სახანძრო გაჩნდა სახანძრო შენ აღარ მჭირდები ნახე ნელ-ნელა შენ აღარ მჭირდები იმიტომ რომ გაჩნდა მომსახური იმას სასწრაფოს უნდა დაურეკო იმას თბილ სერვისს უნდა დაურეკო ნაგავზე იმას და თქვენ აღარ მჭირდებით და ადამიანი იკეტება თავის იმაში რა ქვია ნაჭოჭი ახლა რა არის ურთიერთობებში ღირებულება ნახე როგორ მედის უნდა იყოს ინდივიდი და სისტემა არა მეგობარი არაცოლის სხვათა შორის მაგეთკენ მედის თქვენ რა გონიათ ხელის მოწერა იურიდიული დოკუმენტია მარტო მე ახლა ახალგაზრდა რო ვიყავ მეც ვფიქრებდი რა მნიშვნელობა აქვს ხელის აწერა არა ოჯახის ინსტიტუტის დისკრედიტაცია ხდება
გინდა მოგიწერია, გინდა არ მოგიწერია, გინდა კაცი მოგიყვანია, გინდა ნაძვის ხეზე დაქორწინებულ ხარ, გინდა ის გააკეთებე, გინდა ეს და რატო უნდა გააკეთო და რეალურად აბსურდამდე რომ მიდის, მაშინ რა ოჯახზე მელაპარაკია. და ამოცანა არის ოჯახის დისკრედიტაცია და არა ხელს მოაწერ თუ არ მოაწერ. აბა კარგად დაფიქრდით. და რატო? იმიტომ რომ ერთ-ერთი ძლიერი სისტემა, ვინც ღირებულებათა სისტემას ქვნის და ვიღაცას უნდა რომ ღირებულებათა სისტემა, რომელიც შეიქმნება გარედან, ვიღაცა რო იტყვის, ის უნდა იყოს. და ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს. არც ოჯახმა, არც რელიგიამ, არც ქუჩამ, არც ისა. ჩემთვის ძვირფასი მეგობარი არ უნდა იყოს. მაინც შეთქმულების თეორია ვის უნდა და რა ჯანდაბაობდა თუ რა უნდა დაეტიო თავის ნაჭუჭში და დაგო აი სოფელზე არაჩვეულებრივი რამე თქვით რომ მართლა ქალაქის რეჟიმით სოფელში ჩასვლა ძალიან ცუდია და მე მომივიდა როდესაც სურამიდანმა ბატონო ზურაბ და როდესაც თბილისში ჩამოვედი აი სურამის რეჟიმით ჩამოვედი თბილისში ზუსტად იმ რეჟიმით რომ ქუჩაში რო გავედოდი ყველას უნდა მისალმებოდი ყველა მომსალმებოდა ძალიან პატარაა ჩვენი დაბა და მაღაზიაში უნდა მომეკითხა იმას უნდა მოვეკითხე და თბილისში აღმოჩნდი აბსოლუტურად სხვა რეალობაში მაშინ ვიყავი 18 წლის იმ ხელა შოკი იყო რომ აი ძალიან დიდი ხანი დამჭირდა ამ შოკიდან გამოსასვლელად ძალიან რთული იყო ჩემთვის თბილისთან ადაპტაცია, იმიტომ რომ აი ზუსტად ის რეჟიმის შეცვლა გამიჭირდა. მაგრამ თბილისში ძალიან პრინციპში რაღაც ლოგიკა არის, შენ რო იმაზე ქალაქში გადახარ რომ ისალმები რო დაიწყო, ბოლოში რაღაც ლოგიკა არის ხო, მაგრამ იცი რა იქ სითბო, აქ სიცივე. აქ აგერ შტატებში ექსპერიმენტი, იმის ეფექტი რა ქვია, დახმარებაზე სოციალური ექსპერიმენტში, ესე იგი ქუჩაში თუ ვიღაცა შენ მარტო მიდიხარ და გაუჭირდა, ეხმარები. მაგრამ თუ მთელი ქალაქი მივდივართ და გაუჭირდა, არ ეხმარები. გუჩი რომ ლოსაუბრობთ მოწმის ეფექტი რო. ხო, მაგაზე ვეუბნები. წაგიკითხავთ, ხო, ეს არის ეგ ეფექტია, ხო? ანუ მე ვფიქრობ რომ შენ მიეხმარ მე რატომ ის მიეხმაროს ის მე ადგეს და არ იყოს ის მიეხმაროს სოფელში საბედნიეროდ ჯერჯერობით კიდევ არ მუშაობს ეგ საერთოდ არ სოფელში ხალხი არა იცი რა სოფელზე და რაიონზე მაპატი ქალაქელებს ცოტა ისეთი დამოკიდებულება აქვს და არა და რეალურად ვინც რაღაცას ინარჩუნებს და რა განძი აგერ საზღვარგარეთ რო დავდივარ ხო ახლა ცოტა ხნის წინ იტალიაში ვიყავი სოფლებში აი არა ანუ დედაქალაქში ვერაფერს ვერ გაიგო. ფრანგმა მითხრა პარიზში თუ ხარ ნამყოფი, არ მითხრა რომ საფრანგეთის აზზე ხარო. არაფრის აზზე არ ხარო. პარიზი საერთოდ არ არის საფრანგეთი. ანუ ახლა ფრანგია. დედაქალაქები რას დაემსგავს? ყველა, ხო? ხო და რო ჩავედი იტალიაში ოჯახში ვიყავით რა. აი ძალიან საყვარელი ოჯახი. თავის ისა აქვს როგორც ვიცი, ღვინო და რაღაცისა და მუსიკა, აი ზიხარი იმ ხელას სიამოვნება ვერც ერთ რესტორანში ვერ მიიღებ თანამედროვეში მაგ სიამოვნებას. ანუ რეალური ფასეულობები და კულტურული მომენტები თუ გინდა ნახო ნებისმიერ ქვეყანაში რო წახვიდე მე მაგალითად სოფელში უნდა წახვიდე რა. დედაქალაქში ჩახვედი, რაზე ჩახვედი შოპინგზე თუ ის სელფის გადასაღებად იქ რომ მე აქეთ გამოაგზავნო რომ სად ახარ ხო? ეს მომენტია. ხო, ძირთადად ერთად მეუღლებთან ერთად დავდივართ ხოლმე ევროპაში და აი არასოდეს მოვხსენებია რომ სოფლებში დავშორე. იმიტომ რომ ჩვენ ძირთადად ვსარგებლობთ იაფიანი ტურისტული კომპანიით, რომელიც სოფლებში სამწუხაროდ არ არის. იცი რა, ტურისტული კომპანიაც რო ვიყო, მე რომ მქონდეს, ნახე როგორ გავაკეთებდი. წაგიყვანდით სოფლებში, ნებისმიერი ქვეყნის და ბოლო დღეს მოგცემდით დედაქალაქს კისერც გიტეხიათ შესუხარ. ანუ ტურისტული კომპანია რა, ამ შემთხვევაში ავიაკომპანია უნდა მეთქვა, ხო ვიზიარით დედაქალაქში ჩავდივართ ხოლმე, მაგრამ ეგ შეიძლება დედაქალაქი და რა, ვერ ჩავდივარ. ესეც როგორ იმ პატარა ქალაქში წავედი სენტ-ანდრეში, ბუდაპეშტში. სენტ-ანდრე, ხო სხვადასხვა ძალიან კულტურული პატარა კოპცია მცხეთასალის პატარა ქალაქი. ხო და ნახეთ გაცილებით მეტი თუ რამის დანახვა და წამოღება გინდათ ის არის და ახლა. სხვადასხვა ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ჩვევა ბატონო ზურაბ, რომ რომელ ქალაქში ჩავდივართ აუცილებლად ნახულობთ სასურსათო ბაზარს. ატომა კატეხილი არის ბაზრებზე ვგიჟდები და იქ რაღაცნაირად აი ზუსტად ის სოფლის ხიბლი დედაქალაქში არსებული პატარა სოფლივით არის და ძალიან კულტურული რაღაცა მნიშვნელოვანი ისინი არის იქ ვიღაც ისე ის არის საინტერესოა სხვათა შორის რა ვიცი ეგ უფრო შენ ადამიანის სანახავ ან ქვეყნის განსაცნობად თუ ჩადიხარ უნდა ჩახვიდე სოფელში კი
ხო რა. თორე ხა შენობების ანახავად და მეურცეთ ეს დედაქალაქებში რა მოდი ესეთ რასაც ნახულობ თითქმის ყველგან შეგიძლია ნახო რა განსხვავება იქაც შეხვალ რესტორანი იქაც შეხვალ რესტორანში იქაც ანუ რაღაცები ხო უნდა დაინახო ხო და სოციალური ურთიერთობები არის ძირითადად ძალიან კარგი იდეა. მოდი ასეთი კითხვა მაქვს. ხა აი ამ ყველაფრის ფონზე ბატონო ზოა პროტა ჩვენი შვილები ხა მამების ჯგუფია და ჩვენ შვილებზე გვინდა და ვსაუბრობთ ბევრს. ეს ყველაფერი აზიანებს დიდი ალბათობით ან დამეთანხმეთ ამ მითხარით რომ შეცდომას უშვებს თვით შეფასებას ჩვენი შვილების. თვით შეფასება ზიანდება მაშინ როცა მე მაგ განცდა რომ ჩემს გარეთ ხვებს რაც აქვთ და რასაც მეღწიეს მე ვერ მივახცი მაგრამ როცა მაგალითად იგივე ვარიანტში ხო მოდი მე რო ვიყავ პირველ მეორე კურსზე თუ რაღაცა წაკითხული რო არ მქონდა მცხვენოდა აი თქვენ რო ქონდათ წაკითხული მე იმას ამოვიღებდი შანსი არ არის რას ქვია მითხრა და ეხლა ვის ცხვენია ანუ მაშინ მე ეს თვით შეფასებაზე მერტყავდა ეხლა ვის ურტყავს ეს აბა კითხე რა გაგწაკე და რაში მჭირდება რო გეტყვის ანუ მოდელი თვით შეფასება ყალიბდება გარემოსთან ურთიერთობის საკუთარი თავის შედარებას საკუთარი თავის კმაყოფილებით ანუ გარეთ რა ხდება კაიგე და მე როგორ ვარ ამ გარემ მიმართებაში და ეგ როგორ დააზიანებს თუ გარეთ არავინ არაფერს არ აკეთებს და ყველა მობილურში ზის მეც მობილურში ხო ახლანდელებს ალბათ თვით შეფასებაზე ის უფრო ურტყავს და იმას თქვათ კარგი ტელეფონი მე ბავშვებზე გეტყვით რა მითხრეს განათლების სისტემიდან პატარა ასაკის ბავშვებზე გეუბნე სერიოზული ბულინგი აქვთ ჩაცმაზე და თან რაც გასაოცარია ბიჭებს უფრო ანუ რა ბრენდის გაცვია აი იქ თვით შეფასებას ურტყავს ალბათ მე მითხრეს რომ ასეთი ძალიან ბევრი ის არის შემთხვევაა რა და ერთ-ერთი გადაწყვეტილება აი ფორმების შემოღების იყო ეგ არის იმიტომ რომ ისეთი ბულინგია და ისეთი სერიოზული პრობლემები გააჩინა ბავშვებში ვის რა აცვია ვის რა წაკითხული ვის რა შეინტერესებს ხო და ასე რომ ეგ სანახავია მე აქ ვერ გეტყვით პას სანახავია რა ხდება ახლა იქა ანუ რა ორიენტირები აქვს თამათ და ორიენტირები პრინციპში ნახე რა არის ყველაფერი მოშლილია ჩვენთან რელიგია ორიენტირი აღარ არის ну ვიღაცისთვის არის ვიღაცისთვის კატეგორიულად საწინააღმდეგოა იგივე კულტურა რაც მე თქვი ქართველობა ვიღაცას ცხვენია რომ ქართველია ანუ ის არის რა რაღაც კვლევის შედეგებს ვამბობდი და ერთ-ერთმა ადამიანმა ეგ ალბათ ქართველებმა გითხრესო ხო გეგონება თვითონ იქიდან იყო პორტუგალიიდან მაგრამ ნახე ტონალობა აბა ისინი რა სიტყოდნენ ხო ეგეთი არის ხო ანუ აი ეს მომენტები ორიენტირები იცი როგორ სიტუაცია ის სიმღერა როა ზოგი ასე უბერავს ზოგი ისე უბერავს ვინ სად უბერავს რას უბერავს ოღონდ მარტო საქართველოში არა ხო მაგით დასამშვიდებელი არ არის მაგრამ სოფლებში რო გადავხედე იქაც ვინს რას უბერავს იქაც გასარკვევია ბატონო ზურაბ მეც თქვენსავით ორი ქალიშვილის მამა ვარ უფროსი გოგონა აი გარდატეხის ასაკში შედის რას მირჩევთ რა უნდა გავითვალისწინო გარდატეხის ასაკში მყოფ გოგონებთან და ზოგადად გოგოებთან მე ბიჭები მყოფს ახლა ანუ გოგოს ბიჭს ამ შემთხვევაში ვერ გამოვარჩევდი არის ვარიანტი რაც თქვენ დასვით ისა საკითხი რა დაიწყეთ სანამ გარდატეხის ასაკში შესვლა მოხდება დაიწყეთ რომ თქვენ შვილებს აუხსნათ რომ ისინი არიან პიროვნებები და მიაჩვიეთ გადაწყვეტილების მიღებას აქედანვე მიაჩვიეთ მაგალითად ხო ვეუბნები რომ თუ რამე გაინტერესებს კითხე და გეტყვი მაგრამ შენ გააქვს უფლება მოიქცე ისე როგორც შენ გადაწყვეტა ვარ აუცილებელი მე დამიჯერე მე ვფიქრობ რომ ესეა საჭირო და შენ შეგიძლია გააკეთო სხვანაირად და ამით მშობლის ავტორიტეტი არ ზიანდება უყურე ნახე რა ხდება გარდატეხის ავტორიტეტი რატო ზიანდება მე არავის მშობელი არა ვარ და ავტორიტეტი რატომღაც მაქვს ხო მშობელი არ ბავშვებთან ხო რა ვინმე სამე დავაძალე არა საქმე იმაშია რომ გარდატეხის ასაკში ხდება მე ხატის ანუ აქტუალური ჩართვა და ბავშვი იწყებს მტკიცებას რომ ისიც პიროვნება თქვენ ახლა თამაშობთ ნახე რას ასწრებთ მაგ მომენტს
და გარდატეხის ასაკში რომ უნდა გაეპროტესტებინა რომ პიროვნება შენ უკვე ნათქვამი გაქვს რომ პიროვნება შენ უკვე ნათქვამი რომ გადაწყვეტილებებს შენ იღებ მაშინ იმას გიპროტესტებს რომ როგორ მაგან თქვა ხო და გამოგიოთ ძალიან კაი რაღაც ეთქო წყნარად ხო ეგ ერთი მე მეორე გასაგებია რომ შობელს უნდა ბავშვი უსაფრთხოდ იყოს ამიტომ არის ხოლმე კონტროლი ხო ტოტალურად აბა ახლა მითხარ როგორ უნდა გააკონტროლო ტოტალურად GPS-ი მიუმაგრო კამერა დაუყენო თუ რა გააკეთო ხო ესე გამოდის რომ ეს კონტროლი არის ან ვენდობი ჩემშვილს ან არ ვენდობი და ნდობა არის პატივისცემა და მაგი უნდა დაინახო მე მაგალითად ხო შვილები კი არა ეს ცოლ-ქმარი მოკვდნენ ერთმანეთის ტელეფონში ღამე დგებიან და ნახულობენ ახლა ნამდვილად ვიცი რა ხდება ხო არა ტელეფონს ხელი არ უნდა მოვკიდო იცი იმისას იმიტომ კი არა რომ არ მაინტერესებს არა იმიტომ რომ უნდა ვაჩვენო რომ პატივისცემა და ეს ღირებულება უნდა იყოს გაცხადებული და არ უნდა ეშინოდეს იმიტომ რომ თუ მას ეშინია რომ რაღაცას გეტყვის და შენ შეიძლება რაღაცა საშინელება გააკეთო არ გეტყვის თორე ის გეცდება და თან რჩევას კითხავს შეიძლება რაღაც იდიოტს კითხოს და იგი რომელიც თვითონაც არის და სადღაც წამოს ამიტომ ყველაზე კაი ვარიანტია რომ ბავშვთან ის ურთიერთობა ქონდეს რომ არ არის პრობლემა რა გეხმარები ყველაფერში მამა შენი ვარ თუ დედა შენი ვარ თუ რაღაცა ეგ არ არის პრობლემა ნახე თუ რამე შეცდომას და ოღონდ გადაწყვეტილებების მიერ ჯერ შეგიძლიათ მარტივად დაიწყოთ აი მაგალითად იგივე ჩემებთან მე არ გამომერთმევა პულტი მაყურებინა ტელევიზორს მეთქი მე ვეუბნოდი მე მინდა და როდის შეიძლება პატარა ხო მე ვეუბნო რომ 1 საათში კაი 1 საათი რო გავა ნახე ამ თვითონ ახსოვს არ თუ არა მე ვახსენე შენ ხომ მითხარი 1 საათი შეთანხმებითი მომცა მადლობა გადაუხადე და კიდე 1 საათი ორ და რო არ გაძლევს მაგ დროს რა ვშვები რა კიდე 1 საათი კიდე 1 საათი რა კიდე ხო დაიყურე ზუსტად მანდარი რომ შეთანხმება გაცილებით ძლიერი მომენტია ვიდრე მამაშენი ვარ და რატო არ მეუბნე იმიტომ რომ იგივე ვარიანტია მე თუ ჩემ შვილს შევპირდი შევ დამთავრებულია იმას მე ვასწავლე ესე იგი არა მე ბავშვები ძალიან გზნობიერებიან შეპირების მიმართ ხო აი შენ რო უთხრა რომ ერთი კვირის მერე კინოში წაგიღო პირობითად ვამბობ ხო ერთი კვირა ელოდება და შენ შეიძლება არ გახსოვდეს აი იქ არასდროს არ უნდა გააკეთო რომ ну თუ რაღაც ისეთი არ მოხდა რომ გადადო რა ან ნუ ეუბნევი სიტყვის ფასი უნდა ასწავლო ხო გითხარი და ეს ხედავს რა გითხარი გავაკეთებ ჩემ ბავშვობაში ფასტივალის უნდა ასეთ სიმღერა ნუ შენ პირდები იმას რასაც ვერ ამიგი როგორ არ მახსოვს გული ვეღარ გაუძლებს ლოდინსო თუ რაღაც ეგრე იყო არა ნუ ადამიანთანაც არ არის სწორი და ხა ბავშვთან მით უმეტეს ხო მე მახსოვს პატარა ვიყავი და ბიძაც შემა ამ კვირას არის იქით კვირას თუ წავიდეთ მე და შენ ზოოპარკში ვარ 4 თუ 5 წლის მახსოვს და გახსოვს ორი კვირა ველოდებოდი როგორ იცი გეგონება აი რაღაც ისეთი უნდა მოხდეს გრანდიო და მოვიდა როგორ გამახარა წამე რო არ მოსულიყო ორი კვირა ველოდებოდი ყოველ დღე რო კიდე რამდენი დარჩა აი მე მაგალითად დღემდე მახსოვს და ბედნიერად რომ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კალენდარი რო დაიდებოდა მე და მამა დავსხდებოდით და მეტყოდა რომ ამ თამაშზე წავალთ და იმ თამაშებზე მივდიოდით არ ვიცი მართლა იმ ბნელ 90-იანებში როგორ ახერხებდა მამა ამ ბილეთების შოვნას ახლა რეგიონიდან ჩამოსვლას მე რეგამე წასვლას მაგრამ აი მახსოვს რომ მამა ჩემს აღსოვდეს იმედი არ გავუსრულებია 90-იანებში ბილეთების შოვნა აი რეგიონიდან ჩამოსვლა აი ბილეთების შოვნა იყო ძნელი 19-18 წლიდან 84-5-ისთვის მე უკვე ცოტა დინამიკა იქ იყო ბილეთები ახლა უნდა მაგრამ ეს იყო დღესასწაული იყო ნუ ყველა თამაში იყო დღესასწაული აი გიყვართ ფეხბურთი ძალიან და ის გახსოვს ის რა ქვია ცუდად რო იწევდნენ ჩვენები და იცი რას ფიქრობ თუ გახსოვს რომ ნეტა გოლი გაგვიტანონ მეთქი რა და რო გვიტანდნენ მე რეწება ხო ბრაზ და ანუ იმდენად თავდაჯერებული აი ბატონო ზურაბ მე მაგ დროის მე 86-იანი ვარ და მაშინ ეგ არ მახსოვს ჩვენ მერე ყოველთვის ცუდად იწყებდა და მეც ვერ ბრაზდებოდა ხო და ის არა მე პირიქით ვიყავი კაცო არ გაგვიტანონ მეთქი რა და ის დინამოზე კი მამასგან გამიგია კი მამასგან გამიგია დიდი ხანი გვინდოდა ჩაწერა და არ გვეთხოვა მაგრამ ცოტა გავიგრძელდა, მაგრამ ერთი კითხვა კიდე მინდა მოვასწრო თან ცოტა მსუბუქ თემაზე რა. ბევრს მოგზაურობთ ბატონო ზურაბ და ერთ-ერთი ინტერვიუში ნახე მოზამბიკში ბავშვებს ავტომატის სახელები ერქვათო. ой, როდინდელი ამბავი. ხო, ცოტა ძველი ინტერვიუ იყო. და მართლა ერქვათ ეს მართლა ფაქტია.
კალაშნიკოვი და რაღაც აი იმაზე რუსებზე რო თქვა რა ახლა ხوارი სადაც რუსები არიან ნამყოფები და არ არიან რუსები სადაც შევედით რუსები არიან ნამყოფები ერთ-ერთი ქვეყანა ვერ ნახე რომ ხო ანუ არა კარგად ცხოვრობდეს ეხლა არ არიან ნამყოფი ხო და ახლა მოზამბიკში ჯერ ხურდასა ფულზე არის იარაღები კალაშნიკოვი RPG-7 რავი რაღაც გამოსახული კუპიურებზე იმაზე ქაღალდის ფულზე რა იგი ხო და ეს მომენტი იყო რა ქვიათ ხო ერქვათ ნუ ეს ხო რომელ ამბებს ვეუბნები იცი 99-10 წლის ამას ხო კალაშნიკოვი ამოდის ახში RPG მოდის აჭრელი ჭამე ეს რო კითხოთ ვაქციოთ აი ჩვენთან რაღაც ტრადიციას მეც ბაბუა ჩემის სახელი მქვია ამ ჩვენი ბაბუების ბებიების სახელებს რო არქმევთ ჩვენ შვილებს რაღაცა პასუხისგებლობის ზედმეტად პასუხისგებლობის დაკისრება ხო არ გამოდის რო აი ბაბუა შენი სახელი ქვია მის იმასავით მაგარი უნდა იყო არა რატო გამოდის ზედმეტი პასუხისგებლობა ხო არა ხო ადამიანური ეს არის ზოგადად ადამიანი კი არა ორგანიზმი ნახე ცოცხალი ორგანიზმი ორი ფუნქცია გაქვს ნუ შეიძლება მეტიც გაქვს მაგრამ ორს ხედა გამრავლდი და განვითარდი სულ ერთი ადამიანი ხარ ხე ხარ თუ ძროხა ხარ თუ ქათამი ხარ მნიშვნელობა არა ეს ორი არის ძირითადი ფუნქცია ანუ შენ რაღაც უნდა დატოვო ბუნებიდან დატოვება არის შვილი აი მე მაგალითად იმაში ქართულ არა ქართულ ენოვან მოკლედ გაეროსში ერთხელ თხოვეს მისვლა იქ კი არა აქ ჩვენთან იმაზე ესე ხო და მეთქეს რომ თქვენთან არის სელექციური აბორტი სელექციური აბორტი ვიცით ხო და ნუ შეამჩნეს ძალიან მარტივად რა ასე იგი აი არ ვიტყვი რეგიონებს ორ რეგიონში დაბადების სტატისტიკა ჯერ ჩვეულებრივია ბიჭი გოგო და რაღაც და უცებ მესამეს მერე ყველას ყავს ბიჭი ხო და ახლა მეცა პირველ ორზე ჩვეულებრივად მიდის და ეს მესამის მერე ბიჭები და მესამე ბიჭი რატო აღმოჩნდა რომ ესეა და ჩავიდა მამები შევკრიბე აბა ლინდაში მე და ვკითხე რომ ის მეთქი რა ქვია გოგო შვილი და ბიჭი ნუ აი ერთ რამას გეტყვი მამები გადარეული იყვნენ გოგოებს ძალიან უყვართ აი ახლა გეტყვიო ერთი მეუბნო კი მაგრამ ეს რა ქვია აქცენტი წავიყვანე რეგიონალური რა არ ეტყვი ეტყვი რა აი ეს მთელი ცხოვრება შრომობო რაღაც გიშოვიაო სახლი გაიკეთებია მამული გაიკეთებია და მარტო გოგო რომ ყავს მოვა ვიღაც იდიოტი სიძეო და იმას უნდა დაუტოვო და აი მე გეტყვიო მთავარ ერთი ბიჭი მყავდესო რა ერთი რო აი ეს ვიღაც სხვას არ მივცეო რა ამიტომ ნახე გაგძელება გვარი შენი გვარი ბიჭი რატო უხარიათ ხო გადავიდა ის არის თან ეს ბიჭი ხო მომპოვებელია ანუ ნახე ცოლი მოყავს ანუ იმისთვის რა ქვია მას მამამთილი ხო მამამთილისთვის შენაძენია როცა სიმართლის დანაკარგი ანუ ის გავიდა ოჯახიდან ივან მიიღო ეს ხო და ეთყობა არ ქმევ რატო ახლა იცი რა არის აბა შენ შვილიშვილს შენ სახელი რო დაარქვა გაიხარდება აუ მაგრა ხო ხო და მაგას არ უყურებენ ბავშვები რომ ეს სიამოვნებთ ნუ შეიძლება არ უთხრა მაგრამ პატარაა და უცებ ნახე შენ ხარ ხო ეგეთი ასე რომ მაგას ვერ ეტყვი პასუხისმგებლობის დაკისრება არ არის დაკისრება თან ახლა სახელები ხო იცი კანონით ყველაფერი შეიძლება დაარქვა ოღონდ მაინც ვერ ხვდები ყველაფერი შეიძლება დაარქვა ციფრების გარდა და ციფრები რატო არ შეიძლება ხო და მაგას ვამბობ ყველაფერი თუ შეცემ ანუ სიტყვაზე მერვე და რაღაც 14 ამოდია ციფრების გარდა ყველაფერი შეიძლება დაარქვა გაუცნაურია ამიტომ არის რომ ნაწარმოების სახელი ხო არ იწერებოდა ჩემ დროს მე ხო ანუ ზურაბი ვარ და ყველა ზურა ზუკა ზური ხო ესენი არ იწერებოდა ეხლა რაც გინდა დაარქვი ეხლა ნებისმიერი სახელი ხო მეც სანდრო დავარქვი პირდაპირ ჩემ შვილს და არა ალექსანდრე ხო ეხლა ეგ ერთ კითხვასაც დავსვა ბატონო ზურაბ ჩვენ გადაცემაზე რას გვეტყვით არ ვიცი ეს მამების ჩართვის და ინტერესის გაზდა ის არის რა ქვია კაი დასაწყისია მაგრამ საქმე იცი რაშია აი ის ვინც უნდა ჩართოთ ისინი არ უყურებენ სავარაუდოდ ანუ უყურებს ის ხალხი ვინც დაინტერესდა მამას რა როლი აქვს იმაში რა
მაგრამ ნუ მიმართულება რაც არის ძალიან კარგია, იმიტომ რომ კიდევ ამბობ არა აქვს ხოლმე გაცნობიერებული მამაკაც ბავშვთან მიმართებაში რა როლი აქვს. აი ის ყველას აქვს, რომ აი მოგითხარი ფული აქვს, არ შეათ, არ წყურიათ. მართლა მუშაობს ხო დილიდან საღამომდე რა. ხო და გონია რომ ეს საკმარისი და არ არის საკმარისი. მე კიდე ერთი ისა მაქვს დაკვირვება ეს ემიგრაციაში წასვლა და იქიდან ფულის გზავნა. გინდა დედა იყოს, გინდა მამა. მე როცა აი ესეთ ბავშვებს ხვდებით, ნუ თვითონ ხვდებიან უფრო სწორედ. მივხვდი რომ არაფრად არ ღირს ბავშვის მიტოვა. აი რა ფულიც იქიდან არ უნდა აგზავნო. იმიტომ რომ ძალიან განიცდიან ამას და ბოლოს იცი რა ხდება? სრული გაწყვეტა ურთიერთობის. ანუ ჯერ ხო განვიცდი და მე შენ ჩემთვის არც მამა ხარ, არც დედა ხარ. მარტო ეს და არიან გაღიზიანებულები და აი მაგაში მართლა დავრწმუნდი რა. რა თანხაც არ უნდა აგზავნო, აი ურთიერთობა იმდენად, რა ვიცი, ნუ ყოველ შემთხვევაში ესე აღმოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გრძნობიარები არიან ბავშვები მაგის. აი ვთქვით ხო რომ ვისაუბროთ მაინც ბევრი გეგმა გვაქვს და იმედმევს იმ გეგმებსაც განვახორციელებთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ჩვენს მეგობრებს Suti Powers თავის ჩურჩხელით, Connect თავისი პრემიუმ ბენზინით და არა მარტო ბენზინით საწვავით. რადიო ფორტუნას და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის და ეს ჩვენი აი ბაზარი კიდევ ვისაც დაჭირდება, კი მოგიტანე ნავთობის ფასად სასურველ პროდუქტებს. და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს ასეთი არაჩვეულებრივი საუბრისათვის. ცოტა ვინერვიულია, მაგრამ შეცუცხუნება გვინდა ხოლმე ცოტა კაცი და მშობლები. აბა გამოიწვიეთ ჩვენი არხი და გვიყურეთ. დიდი მადლობა.